ჩემი ნიცშე, ჩემი ფროიდი და ჩემი rilke, ასე ქვია. ცოტა ვაკელი ქალის დაწერილი. მუსიკაზეა რომანი, მაგრამ მუსიკა აქ მეტაფორაა. და ისე შენ ლუცი სიმფონიები გიყვარს თუ კენტი? ეშმაკიც რო ჩდება, ყინვა მოდის მისგან. აი ეს აღფრთოვანება კაცისა კაცით იყო ლიტერატურაში ყოველთვის. გენიალური კვები და რაღაცნაირად გენიალური ცოლები როგორ უგებენ ან ვერ უგებენ ერთმანეთს. ამ ქალის ცოლად-ყოლაც არის ნიშანი, რომ და მოკვდე. რო ღმერთთან და ეშმაკთან ლაპარაკი ასე არ შეიძლება. უნდა რაღაცას მიაღწიო, რომ ეშმაკ შენთან ხელშეკრულების დადება მოუნდეს. იქ სადაც ციგნებს წვავენ, ადამიანსაც დაწვავენ. ამ რაღაც ქაოსზე დაწერილ რომანში მუდმივად ხდება ყველა ის კონსტრუქცია, რომელიც დღესაც აქტუალურია. გახსოვს ეს სრულიად გენიალური ფინალი? ეს არის თომას მანის დოქტორ ფაუსტუსი. ვიწყებთ ჩვენს მორიგ პოდკასტს, ჩვენი სპონსორია Coca-Cola და დღეს ავირჩიეთ ერთი წიგნი, რომელიც უდრის 100-ს. ეს არის თომას მანის დოქტორ ფაუსტუსი, დოქტორი ფაუსტუსი უпростоრად, ამბავი ერთი კომპოზიტორისა, მოყოლილი მისი მეგობრის მიერ. მოდით ცოტა თომას მანზეც ვილაპარაკოთ, ჯერ აპირობებში დაწერა ეს რომანი და შემდეგ უშუალოდ რომანზეც გადავიდეთ, რადგან მე-20 საუკუნის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია მარადიული თემით. დავდოთ თუ არა ეშმაკთან ხელშეყრილება თუ ასეთი შემოთავაზება იქნება. თომას მანი ამ რომანს წერდა ფაქტობრივად გადასახლება შეგვიძლია დავარქოთ ემიგრაცია, მაგრამ იძულებითი ემიგრაცია, ეს უკვე ჩვენთვის სამწუხაროდ ნაცნობი სიტყვა, როდესაც ადამიანი თავის ქვეყანას ტოვებს პოლიტიკური გაუსაძლისობის გამო, ის ჯერ თავის ცოლთან ერთად გადადის შვეიცარიაში და შემდეგ ემიგრირებს ამერიკაში, იქ არის დაკავებული სტატიების წერით, რედაქციებით, სხვადასხვა წიგნებისთვის შესავალს, რეცენზიას წერს, კრიტიკას და ამ დროსვე იწყებს თავის როგორც თავათვლის მთავარ წიგნს, მნიშვნელოვანს, გამოსამშვიდობებელს შეიძლება ითქვას, რადგან ავადმყოფნისა და სიცოცხლის რაღაც დაისისკენ წერდა უფრო ამ წიგნს, იწყებს დოქტორი ფაუსტუსის წერას და ამისათვის მას სჭირდება სერიოზული და საფუძვლიანი მომზადება მუსიკაში. ამ მუსიკალურ რეკომენდაციას, მუსიკალურ ლექციებს, ასე ვთქვათ, მას უწევს თეოდორ ადორნო, როგორც ცნობილი და კომპეტენტური მუსიკათმცოდნე და თომას მანი რომანის თავებს, რომელიც ხან რთულად იწერება, ხან ჯანჯლდება, ხან პირიქით კარგად მიდის, ხმამაღლა კითხულობენ რაღაც კარგი ტრადიციაა და მე ვფიქრობდი კიდეც რატო დაიკარგა ეს ტრადიცია, რომ წერალმა თავისი ახალი დაწერილი თავი მეგობრებს ხმამაღლა წაუკითხოს და ეს არ იყოს უხერხული. ეხლა ალბათ წერალი რომ მივიდეს სადმე და ჩემი ნაწარმოებიდან 6 თავი უნდა წაგიკითხოთო, შეიძლება არ გქონდეს ხო ისეთი რეაქცია სტუმრებს, მაგრამ დიდი სიამოვნები და ატყობდა რომ ადორნოს ძალიან მოწონდა ეს თავები, რომელსაც უკითხავდა. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და კონსულტაციები გაუწია მუსიკაში და ამიტომაც დოქტორ ფაუსტუსში აი ეს მუსიკალური თავები არის განსაკუთრებით ღრმა, კომპეტენტური და ის არარსებული კანტატა ვთქვათ და მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც გვხვდება რომანში, სრულყოფილად არის თეორიულად ჩამოყალიბებული, როგორ დაიწერა. მან აიღო პირდაპირ პრაქტიკულ მაგალითად ცნობილი კომპოზიტორის შონბერგის დოდეკაფონია, ეს არის 12 ტონიანი მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურა, არ ახსენა თავიდან შონბერგი, რაზეც შონბერგი გაბრაზდა და მიუთითა ამაზე და შესაბამისად ახალ რედაქციაში უკვე მერე წიგნი მთავრდება მითითებით, რომ გამოყენებულია შონბერგის აი ეს დოდეკაფონიური სტილი. თავად შონბერგსაც აქვს ძალიან საინტერესო ისტორია, ისევე როგორც თომას მანს, რომ მათ იწინასწარმეტყველეს საკუთარი სიკვდილი. თომას მანი ამბობდა, რომ 70 წლის რო გავხდები, მოკვდებიო და რო არ მოკვდა ამერიკელი ჟურნალისტი დაადგა თავზე და ხო თქვია რომ მოკვდებიო და ცოცხალი რო ხარ, რაზეც მისი ცოლი გაბრაზდა კაწამანი და რაზეც თომას მანმა უპასუხა რომ არ მოკვდი, მაგრამ მივახწია იმ რაღაც დასასრულის განცდას, რომელიც მაქვს. და შონბერგს დაემართა საერთოდ სასწაული, ჰქონდა იშვიათი ფობია,
ეხლა ობობის ყველა ეშინია შეიძლება ან ფრენის ან რაღაც გავრცელებული ფორმა არ ქონდა ტრისკა დეკაფობი ეს არის 13 რიცხვი შიში და მართლაც მოკვდა 13 რიცხვში მე ჩემი ახსნა მაქვს რომ უბრალოდ დოდეკაფონია 12 ტონალობი სისტემა სერიული მუსიკის კი 12-იან და ტრისკადეკაფობია ქონდა და მოკვდა 13 რიცხვში და აი ეს მისტიკად რო ითვლება მე მაქვს ჩემი ვერსია რომ 13-ში ისეთ ხასიათზე გაიღვიძა ცუდად ხო იყო და იწვა და ძალიან მძიმე დავად იყო მაგრამ 13-ში დილით უკვე გაიღვიძა იმ განწყობით რომ დღეს აუცილებლად მოკვდება და ასეც მოხდა აი ასეთი ახსნა მაქვს თვითონ თომას მანიც წერის პროცესში იყო ავად დაავადება ქონდა ჯერ ერთი აი ეს ჩიკაგოს ქარი სულ კატარი გაურთულდა ქონდა ფილტვების პრობლემა მუდმივად იტანჯებოდა და დაწვრილებით აქვს აღწერილი აი ეს საკუთარი ტანჯვა ვაება წამება ამ ავადმყოფობის გამო და როგორი რთული რამდენადაც მაღლდებოდა შემოქმედებითი სურვილი წერისა იმდენად ფიზიკურად ცუდად გრძნობდა თავს და რაღაც დონეზე შეიძლება პირდაპირი კორელაციაც დავინახოთ მის შემდეგ გმირს ადრიან ლევერკუნსა და შემოქმედებას შორის და ფიზიკურად ცუდად ყოფნასა და კოგნიტურად კარგად ყოფნას შორის თითქოს ეს გზა გაიარა თომას მანმაც აი ეს ჩანაწერები დღიურებში სულ აქვს თავის ცუდად ყოფნაზე, თუმცა არასოდეს კარგავს ესთეტიკის, აღქმის უნარს და საავადმყოფოშიც როგორ აკვირდება ამჯერ ახალგაზრდა ეგთან ქალს, მე ეგთან ბიჭს, როგორი მისთვის სილამაზე ბოლომდე რჩება რაღაც მაგიურ ძალად, ხო? და აი ამ პერიოდში ზუსტად, როდესაც ის იყო ფიზიკურად ძალიან ცუდად, ახალისებდა მხოლოდ ფრონტიდან მოსული ამბები, რომ გერმანელები სადღაც ესე ლოკალურად ტაქტიკურ შეტაკებებში მარცხდებიან, ის რა თქმა უნდა იყო მწერალი, რომელიც არ იყო თავისი ქვეყნის მხარეს, რადგან მისი ქვეყანა ეწეოდა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, დაუნდობელ და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ალბათ არაჰუმანურ ომს იმ საუკუნისა და როდესაც ეგონა რომ პირველი მსოფლიო ომის მერე კაცობრიობას რაღაც უნდა ესწავლა მეტამორფოზა განეცადა და ჭკუაზე მოსულიყო პირიქით მოხდა, ხო? ამის გამო, რა თქმა უნდა, მისი წერის პროცესი ფერხდებოდა, იმიტომ რომ ლექციების წაკითხვას უწევდა სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზეც, მაგრამ თომას მანიც თავიდან რაღაცნაირად აღტკინებული იყო ამ ნაციონალური იდეებით, მაგრამ ძალიან მალე მოეგოგონს განსხვავებით ჩვენი საყვარელი კლუდ ჰამსუნისგან ან მარტინ ჰაიდეგერისგან განსხვავებით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ის დამთავრების შემდეგ ის ისევ შვეიცარიაში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ გახლეჩილ გერმანიაში ცხოვრება შესთავაზეს, მაინც ის ბოლომდე გერმანიიდან წასული გერმანიაში აღარ დაბრუნებულა და არჩია ახლოს, მაგრამ მაინც სხვაგან ყოფნა. შვეიცარიაში დაბრუნდა. აი ეს თარგმანზე რომ იდგებოდა ხოლმე ის ასევე თეზისის თანახმად, სადაც მე ვარ იქ არის გერმანია, რომელიც მისი სიტყვები არ არის. ეს გოეთეს სიტყვებია მისივე რომანი და ლოტე ვაიმარში, მაგრამ ხო, და კონცეფცია თომას მანისეულია. კი და ემიგრაციაში წასული მწერლები ამით სხვათა შორის არა მარტო თომას მანიც ხშირად იმშვიდებენ ხოლმე თავს რომ შენი სამშობლო თან დაგაქვს და შენშია და ეს არ არის რაღაც ტერიტორია ან ხელისუფლება ეს უნდა ესმოდეს ყველა ხელისუფლებას რომ არ არის სამშობლო აი ამ ცუდად ყოფნის დროს მახსენდება ხოლმე კიდევ რაღაც თარგმანზე რომ იდგებოდა საქმე ძალიან ბევრს არ უყვარდა მისი დღიურები რამდენადაც ინტელექტუალური რომანია და აი მოდერნიდან პოსტმოდერნში გადასვლა მას ეკუთვნის და ზოგადად ინტელექტუალური რომანის მამა შეიძლება ვუწოდოთ იმდენად მის დღიურებში ძალიან უხვად არის რაც მე მიყვარს მაგალითად აი დაწვრილებით ამ ავადმყოფობებზე წერა და თარგმნელებს არ უყვართ ხოლმე ამის თარგმნა იმიტომ რომ რაღაცა კუჭი მტკივა იმან მომწამლა ამან მაწყინა ფუტვი ვერ ვისუნთქე ისევ სურდო მაგ ისევ თავი მტკივა აი ამის თარგმნა არ უყვარდათ. ნუ ასე იყო თუ ისე დიდი ტანჯვავაების ოპერაციის და რეაბილიტაციის პერიოდში იშვა შედევრი, რომელზეც მინდა რომ გადმოქცე სიტყვა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან გამიგრძელდა, დაიწერა დოქტორი ფაუსტუსი. კი. და ძირითადად აი რა დეტალებსაც შენ ახლა შეეხე, ასევე ისიც ვახსენოთ, რომ თომას მანმა დაწერა შემდეგ რომანის შესახებ. ერთი რომანის დაწერის ისტორია და დოქტორ ფაუსტუსის დაწერის ისტორია, სადაც აი ამ დეტალურად იხსენებს ყველა თავს, ხო, აი ზუსტად ეს მაგრომანიდან არის, აი ეს რაც ვახსენე, რომ ადორნოს როგორ უკითხავდა შონბერგთან ურთიერთობა. მთელი ისტორია როგორ დაწერა. და მე ნიჩეს როგორ ამსგავსებდნენ ამ ბუნებრივია, ხო, ადრიან ლევერკუნს პირდაპირ პროტოტიპია უპირველეს ყოვლისა, ხო, ვთქვათ ეს
წიგნი ალბათ არის ეს რომანი შესწორად აღნიშნე, ალბათ შემთხვევით არ დაგიწყია საუბარი სიკვდილზე, იმიტომ რომ ეს არის დასასრულის რომანი და ამიტომაც არის გაჯერებული ძალიან დიდი დრამით, როდესაც ეპოქა დროთა მიჯნააზია ფაქტობრივად ეს რომანი ერთი მხრივ, რომელიც გულისხმობს იმგვარ პესიმიზმს, რომელიც ძალიან აქტუალური იყო 20-იანი წლებიდანვე და ალბათ უნდა ვახსენოთ შპენგლერის ევროპის დაისიც, რომელიც გავლენას ახდენს ძალიან ბევრზე, თუმცა დღეს შეიძლება დიდი ეჭვითაც შევხედოთ გარკვეული თვალსაზრისით ამ წიგნს, იმიტომ რომ მიზესა და მიზესთა გამო. არც დაისები და არც დემოკრატიის დასასრულები არ უნდა იჩქარო ალბათ. ხო, და თან პლუს შპენგლერისეული, თქვათ, ხედვა, რაღაც უპირატესობის, ასე ვთქვათ, პოზიციიდან და პერსპექტივიდან, რომელიც შემდეგ ძალიან მახინჯ ფორმად გადაიქცა უკვე ნაციზმის პერიოდში. თუმცა უშუალოდ შპენგლერს ძალიან დიდი გავლენა აქვს დოქტორ ფაუსტუსზე, თომას მანზეც, ისევე როგორც ჰერმან ჰესეზე, მაგალითად ტრამალის მგელშიც ჩვენ ჰარი ჰალერი როდესაც მაგიურ თეატრში დადის, იქ ერთ-ერთი ოთახის წარწერაც აქ შესვლა ევროპის დაისის, ასე ვთქვათ, სივრცეში, ხო? ამბავი რაზეა, ხო, დოქტორი ფაუსტუსი, ცხადია, ეყრდნობა ფაუსტის ლეგენდებს ფაუსტზე და ეს არის ძველ გერმანული ლეგენდები, რომელიც უპირველეს ალბათ უკავშირდება ესეთი რეფორმაციის პერიოდს, ლუთერისეულ სამყაროს, სადაც აი ეს მეამბოხე სადაც ლუთერმა თავადაც ესროლა სამელნე იმას ეშმაკს, რომ არ აწერინებდა იოანეს. კი, და რომელიც თვითონაც ფაუსტი, რომელიც ბედავს რომ გაეჯიბროს ღმერთსაც კი რა თვალსაჩინო. ანუ შეძლოს ამ მიღმიერ ასე ვთქვათ არსებებთან ურთიერთობა, ჯადოქრობები ჩაიდინოს, სასწაულები და ტრაბახობს კიდეც, მაგალითად გერმანულ შვანკებში. ფაუსტზე რომ მე იოსო ქრისტესაც კი შემიძლია ამ ხრივო გავეჯიბრო, რის გამოც ცხადია. ეს სუსუ პირველი ფაუსტი. პირველი ფაუსტი. სუჯის საინტერესო, მაგრამ თავად აპოლოგია ფაუსტის ბუნებრივია ეკუთვნის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, რომელსაც სხვაჩვეულის თომას მანი არ ახსენებს ამ წიგნში, დოქტორ ფაუსტუსში, მეგონი გოეთეს სახელი საერთოდ არ ჟღერს აქ, მაგრამ ნუ ცხადია გამშვალულია გოეთესეული სულით, მაგრამ ლევერკიუნი ერთგვარად ანტიფაუსტია. ხო, აი ეს უნდა მეთქვე ხა, იმიტომ რომ არ ახსენებს იმ პირველ ფაუსტუსს გავს ნამდვილს ალქიმიკოს და არა გოეთეს ფაუსტი პირიქით სიყვარულის გამო გადარჩება და ეს ზუსტად. იმიტომ რომ დათქმა აქ ასეთია, ხომ? ეშმაკთან შეხვედრის დროს, როდესაც თომას მანის რომანში დოქტორი ფაუსტუსი, ანუ ადრიან ლევერკიუნი, კომპოზიტორი, რომელიც გამოგონილია თავიდან ბოლომდე თომას მანის მიერ, ხო? პერსონაჟია მისი ხვდება ამ ეშმაკს, აი ეს დათქმა, ხელშეკრულება ლევერკიუნსა და ეშმაკს შორის იდება ფაქტობრივად ის სულს ყიდის დიდების სანაცვლოდ მისი ქედმაღლობა და სიამაყე ლევერკიუნისა გადამწყვეტია უბერმენშობის სანაცვლოდ, ანუ ზე ადამიანი, რომელიც ზე რაღაც უნდა შექმნას. ოღონდ უფლება არ უნდა კონდეს სიყვარულის. სიყვარულის უფლება არ უნდა. ყველაფერს რაღაც ფასი აქვს. ფასი აქვს და მთელი ამ რომანის ტრაგედია გულისხმობს იმას, რომ ლევერკიუნი როგორც კი რამდენჯერაც ის შეეცდება ამ ხელშეკრულების დარღვევას ეშმაკთან, მეფისტოფელთან, სატანასთან და ცდილობს რომ ვიღაცა შეუყვარდეს. ან თავისით უყვარდება, მაგალითად. ხო, ის ნეპომუკი ახლა ნეპომუკი მათ შორის პატარა ბავშვი, ხომ, რომელსაც ეს სიყვარული ესე ხო არ არის, რომ ისინი ნადგურდებიან, მაგრამ ისინი ნადგურდებიან. კი. ანუ მისი სიყვარული ანადგურებს ამ ადამიანებს. ფიზიკურად ხვდებიან ის ადამიანები. მას არ აქვს სიყვარულის უფლება, იმიტომ რომ სიყვარული ანგრევს ვინაიდან არსებობს ეს ხელშეკრულება. ცხადია ახლა ფაუსტის ისტორიებს რო გავყვეთ, მივალთ ალბათ ბიბლიურ ტექსტამდე, იობის წიგნამდე, რომელიც ცხადია თავარი შთაგონების წყაროა თავად გოეთესთვისაც, სადაც აი ეს ხელშეკრულება ღმერთსა და ეშმაკს შორის დადებული იობზე თუ როგორ გაუძლებს კი იობი აი ამდენ ტრაგედიას ისე რომ მან ღმერთი არ დაგმოს. აი ეს მთავარი ხელშეკრულება გარკვეულ ტრანსფორმაციებს გადის და დიდ ტრანსფორმაციას და კულმინაციურ ტრანსფორმაციას ალბათ აღწევს გოეთესთან, მაგრამ აი უკვე თომას მანთან ეს არის არამხოლოდ ადრიან ლევერკიუნის ამ შემთხვევაში ხელშეკრულება და დაცემა
დიდი კომპოზიტორის, რომელიც ისევ და ისევ ანტიფაუსტია, არამედ როგორ დაეცა გერმანია. ეს არის ერის მით უმეტეს რომ ჩვენ ფონად გვაქვს რომ ვინც ყვება ამ ამბავს სერენუს ცაიდბლომი ის ომის ამბებს მეგობარი ასეც ითვლება რომ თომას მანის ცოტა კარიკატურული ვერსიაა თავად თომას მანის თვით დამცრობა ისიც ამ გერმანიის ამბებს ტყუილად არ იხსენებს იმიტომ რომ ზუსტად იმ პერიოდში იწერება ეს ამბავი 42 წელს დაიწყო 1942 წელს დაიწყო 42 წლამდე წერდა და შემდეგ გამოქვეყნდა დოქტორი ფაუსტუსი 1947 წელს. კი, და სერენუს ცაიდბლომი და თომას მანი ერთსა და იმავე დროს წერენ, ერთ და იმავე დროს დაიწყეს და დაასრულეს წერა. ამან ჩანაწერების გამოქვეყნების წიგნში და თომას მანმა დოქტორ ფაუსტუსის. ხო, პარალელური ხდება, რომ მიდის ომი და აი ეს ახალი ატავიზმი, რომელიც იბადება და თომას მანი უბრუნდება აი ამ ტერმინს დოქტორ ფაუსტუსში მუდმივი თამდებია იმ ტრაგედიის, იმ კატასტროფის, რომელშიც არის, თქვათ, გერმანია. სიუჟეტი ასეთია, ისევ და ისევ, ეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წილი ამ რომანის ეყრდობა ადრიან ლევერკიუნის აღზრდას. ის არის თეოლოგი, ხომ, როგორც ცნობილი მონოლოგიდან ფაუსტის უკვე გოეთესთან, რომ რამდენ დისციპლინას მოილევს ფაუსტი და ამაოების განცდა კი არ ქრება, რომ სიამდვილეში სამყარო არ შეუსწავლია იმის და მიუხედავად რომ ყველაფერი გაიგო ამ სამყაროს შესახებ, ხომ? ლევერკიუნი გამოსთის ბევრ ასე ვთქვათ მისი კონცეფცია როგორც ხელოვანისა ეს არის ხელოვანის შემეცნებელი, ანუ ის იკვლევს სამყაროს და შემდეგ მისი ეს გენიალური უნარი და ცაიდბლომი ამასა თავიდანვე აღნიშნავს, რომ სულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც მიუხვდი როგორი არაორდინალურია ადრიან ლევერკიუნიო და უნიკალური მუსიკოსია. კი, მიმართავს მეგობრებსაც კი რაღაც უხერხული. და ცნობილი მათი ლექტორი, რომელიც ერთ-ერთ ალბათ კრეჩმარი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ლექციებს კითხულობს ლიტერატურაში და აქ ჩანს სწორედ შენს მიხსენებული თეოდორ ადორნოს გავლენა ალბათ მუსიკაზე, სადაც ის ხსნის ერთივ ბეთჰოვენის ასე ვთქვათ მუსიკალურ ფილოსოფიას, ფუგის ფილოსოფიას და სხვა და ხშირად ამბობენ რომ როდესაც ამ რომანს ვკითხულობთ, მართლა ძალიან მეტნაკლები ცოდნა მაინც არის საჭირო ალბათ მუსიკის. არ ვიცი, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენად არის საჭირო, თუ კი ვიცით. ხო, მაგრამ ამბავი ხო, დაძლევადია, მაგრამ თავად თომას მაინც ხო აღნიშნავდა, რომ მასაც დაჭირდა ერთგვარი სპეციფიკური ცალკე დროის დათმობა და განათლება ამ საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი და განათლება ჰქონდა, მაგრამ ადორნოს ლექციები მასაც დაჭირდა და გარკვევა ამაში. და აი ეს რა ღვთიური სიმეტრია, რაც ბახიდან დაიწყო, ხო, არსებობს, აქაც რა მნიშვნელობა აქვს. რა არის და ეს ახალი ტონალობის შემოტანა მუსიკაში შონბერგი. ეგეც ხო უნდა იცოდე, რომ ეს სხვა მუსიკა იწყება. ალბან ბერგიდან და შონბერგიდან. მუსიკაზეა რომანი, მაგრამ მუსიკა აქ მეტაფორაა, არის. იმავდროულად, იმიტომ რომ მეტაფორაა, ცხადია, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს რას დაუპირისპირდება ადრიან ლევერკიუნი, ხომ? ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას. მე გავაუქმებ მას, ადრიან ლევერკიუნი ამბობს ბოლოს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ ის ღვთაებრივი ჰარმონია ბეთჰოვენისეული უნდა ჩანაცვდეს ლევერკიუნისეული ქაოსით ან დესტრუქციით და სიმეტრიის დარღვევით. ხო, აი ამ ატონალურობის თეორია და პრაქტიკაც შონბერგისეული ამისათვის დაჭირდა თომას მას. აქ ჰარმონია იწვევს სიმშვიდეს და შენ გჭირდება ეშმაკის შემოჩენა რას ნიშნავს ზოგადად ეშმაკს და სიყვარულს. და სიყვარულით იწყება სიმფონიას დღესაც ხო ებრძვიან, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს ძალიან საინტერესო პარალელია დღემდე ებრძვიან. სულ მე-9 სიმფონია, სანამ ამაზეც კიდევ უფრო ღრმად შევავთ, მე-9 სიმფონია ბუნებრივია, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია არის ისეთი სიმფონია, რომელიც განსაზღვრავს
ხო, ძალიან ბევრ რამეს, მუსიკაშიც და ღირებულებით თვითონ ისიც, მხოლოდ მუსიკა არ არის, ხომ ეს? და ყოველთვის არის რაღაცა სურვილი მეცხრე სიმფონიას და გაჯიბრების, მისი ბუნებრივი ან დეკონსტრუირების, ან ყოველ შემთხვევაში იმ პათოსის გაგრძელების. ან დაპირისპირების. ისე შენ ლუცი სიმფონიები გიყვარს თუ კენტი, იმიტომ რომ ერთი მუსიკოსი ამბობდა და სულ მინდოდა შენთვის ეს მეკითხა და ვიფიქრე ბარემ ჩვენ პოდკასტში ვკითხავთ, ხო სულ ამბობდა რომ დასაწყისში როცა მუსიკა გიყვარდება, გიყვარს კენტის სიმფონიები. და მე როცა მუსიკაში უკვე ცოტა ღრმად შედიხარ და სპეციფიკური მუსიკა გიყვარდება, ცოტა უფრო რთული, მე ლუცი სიმფონიები. არ ვფიქრობაზე რაღაცა შონბერგის ეულაკვიატებას გავსა. შენი ესე თქვა მეგობრის ნათქვამი, ხო, მაგრამ არსებობს მეცხრე სიმფონიის სინდრომი. და კომპოზიტორებში სხვა შორის ეს მეცხრე სიმფონიის ფობია არსებობს ნამდვილად. და ეს ისტორიული ფაქტია, იმიტომ რომ კომპოზიტორებმა და დიდმა კომპოზიტორებმა დაიჯერეს რომ მეცხრე სიმფონია ეს არის ასევე რაღაცა ფატალური სიმფონია მათთვის. რატომ? იმიტომ რომ მეცხრე სიმფონია დაწერა შუბერტმა და მოკვდა. ნუ მეცხრე სიმფონია ბოლო სიმფონია ბეთჰოვენისაც, შუბერტის ბოლო სიმფონიაც მეცხრეა, ბრუკნერმა ვერ დაასრულა მეცხრე სიმფონია, ისი აღესრულა. გუსტავ მალერმა ასევე გადაწყვიტა რომ მოეთყუებინა ბედისწერა და თავის მეცხრე სიმფონიას უწოდა მეათე სიმფონია და მაინც მოკვდა. კი. რა სწორია, მან გუსტავ მალერზე ერთი თუ გახსოვს რომანში არის მალერის ცოლიც ასევე ყველა ქმარს. ალმა მალერი ყველა თავის ქმარს რო კლავს, თან ცნობილი ქმრები. ცნობილი ქმრები, გუსტავ მალერის ცოლია. გუსტავ მალერის ცოლიც და შემდეგი ერთ-ერთი კიდე ნიშანი ეგეც არის რომ მეცხრე სიმფონიასთან ერთად ამ ქალის ცოლად ყოლაც არის ნიშანი რომ და მოკვდე. ხო, იმიტომ რომ ეს ქალიც ახლა ალმა მალერის ისტორია კიდე ცალკეა, მაგრამ ალმა მალერიც იყო გარდა იმისა რომ გუსტავ მალერის ცოლი იყო, მაგრამ გუსტავ მალერი რო გარდაიცვალა, მას მერე ალმამ ძალიან დიდხანს იცოცხლა და ასევე ფრანც ვერფელის ცოლიც გახდა, ცნობილი მწერლის, მაგრამ ვერფელის გასვენებაში ვერფელის გასვენებაში დადგინდა რომ კლავს ხრებს. კლავს ხრებს, იმიტომ რომ დაქონდა ყველგან ეს სიკვდილის ნიღაბი მის გუსტავ მალერის, რომელიც სიკვდილის მერე მას აუღეს, ეს თაბაშირის ნიღაბი და ყველგან სადაც იყო იქ ამ ოთახში ამკიდებდა. როგორც ისეთ ფეტიშს გუსტავ მალერისას და იმდენად ნერვებს უშლიდა ამით, მაგალითად ოსკარ კოკოშკას, ცნობილ მხატვარს, რომელიც ასევე ყვარობდა ალმა მალერს, რომ ერთხელ გაიწია კოკოშკა და ამის დამტრევა უნდა და ჩაკუჩი და აი მან დასრულდა მათი ურთიერთობაც. ისევე როგორც ვალტერ გროპიუსი და ალმა მალერზე ცალკე შეგვილია და საერთოდ ეს ძალიან საინტერესოა, რომ დენად ცოლები და ქმრები გენიალური ქმრები და რაღაცნაირად გენიალური ცოლები როგორ უგებენ ან ვერ უგებენ ერთმანეთს. ეს მგონია ამაზე ახსენოთ რომ თომასმა ყავდა ცოლი, რომელიც რომ არ ყოფილიყო შეიძლება მოვლაზრუ კაწამანი, მოვლაზრუნვა, გაყოლა, გამოყოლა და ის რაღაც მოთმინება. კი, იმდენად რომ არსებობს მისი ბიოგრაფია, რომელსაც ქვია ფრაუ თომას მან. ქალ ბატონი თომას მანი. ნუ ეს ტრადიციაც იყო, თქვათ, იმ პერიოდში, მე-19 საუკუნის ტრადიცია და მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც ქმრის არათუ გვარს წერდნენ ცოლებები სახელსაც, მაგრამ პრინციპში ფრაუ თომას მანი არის რაღაცნაირად შეიძლება ამ ავტორის ერთგვარი მინიშნებაც არის. თომას მანი არის შეიძლება რაღაცა თანამდებობა ამ შემთხვევაში. ხო, თომას მანის ცოლი რო ხარ, ამით იღებ რაღაცა. საოცარი ქალია ეს მართლა კაწამანი, მარტო იმ თავდადების გამო, რაც მან გაიარა არც მეტი ასტაკლები თომას მანის სავარძლისთვის ბრძოლაში. პირდაპირ შედობით სავარძლისთვის. იმიტომ რომ თომას მას როგორც ძალიან ბევრ მწერალს აკვიატება ჰქონდა საგნებთან მიმართებით. არა მხოლოდ რიცხვებთან, როგორც შონბერგს. და ეს სავარძელი თუ არ იქნებოდა მასთან ხო, ნუ ეს სავარძელი უნდოდა და ეს ამ სავარძელმა გამოიარა ნეიტრალური შვეიცარია, ომში ჩაფლული ევროპა, გადასერა ატლანტიკის ოკეანე და ბოლოს როგორც იქნა მიაღწია, აღარ მახსოვს სად არიან, ამ დროს უკვე კალიფორნიაში არიან, თუ არ ვცდებით და როგორც იქნა მიიღო ეს სავარძელი კაწამანის ბრძოლის შედეგად თომას მანმა და ჩამოდო თავისი კლავი და გააგზავნა დოქტორ ფაუსტუსის წერა. ამ სავარძელზევე არის დაწეული დოქტორ ფაუსტუსი. და ეს სავარძელი თან მერე სადაც დასასვენებლად მიდიოდნენ იქაც გახსოვს, ყველგან მიქონდა და ეს იყო ცალკე ლოჯისტიკა, რომელიც კაცის თავში სახლელი. ხო და მე მგონი აქ მნიშვნელობა ამ რა თქმა უნდა და ეს პიანისტებსაც აქვს ესეთი აკვეთები ბოდიში ჩადარდით საკვეთები, მაგალითად ვლადიმერ ჰოროვიცი ყველგან დაატარებდა თავის ფორტეპიანოს, თავის როიალს. ხო, ეს რაღაცა ხო, და ეს ძალიან სახიფრო, რომ მარტო იმ როიალზე უნდა დაეკრა, რომელიც ან თავიდან აეწყოთ ყველა ჩასვლაზე და ლოჯისტიკა ხო. და ვიდოდო ჰოროვიცი მოგესმინა, მაშინ მის ამას აუცილებლად არ ვინც წერს და რამე
რამე დაუწერია, ყველა მიცის. დოქტორ ფაუსტუსი კი არ საერთოდ რაღაც სტატიაც რო ქონდეს დასაწერო, 6 შვილი რო სახლშია, როგორია, ხო? ეს ჩუმად რო უნდა იყვნენ დილის 9-დან 2-მდე და მერე 4-დან 6-მდე ამ დროს ცოლმა რო უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვებმა ხმა არ უნდა მოიღონ, იმიტომ რომ მამა წერს. და ამიტომ ხო, ცოლი შეიძლება იყოს ალმას, შეიძლება იყოს ჯადოქარი უწოდებდნენ თან მამას და თან ეს ხომ როგორი ისევე როგორც მუსიკა აქაც ბოდიში გაგაწყვეტინე, ისევე როგორც მე-9 სიმფონია და ეს კანტატა ფაუსტუსის არის ჰარმონია და ანტიჰარმონია, ასე არის ცოლი, რომელთანაც გაქვს ჰარმონია და სიყვარული და ანტიჰარმონია, რომელიც პირიქით თავის ეშმაკეული ხელი შეშლით შეიძლება გიწყობდეს ხელს. ანუ ყველანაირი ეს დაპირისპირება შეგვიძლია დავიყვანოთ ღვთიურსა და ეშმაკეულს შორის დაპირისპირება. და ეს სულ ჩანს ჯერეთი თომას მანის ლიტერატურაში, თვითონ თომას მანის დემონებიც და ამ დემონების მისი დემონების წვრთნაც კაცამანის ერთ-ერთი უნარი იყო და ჯერეთი ეს შენ ოჯახი ახსენე მანების და მანები ეს არის წერის ობსესიით შეპყრობილი ხალხი. ყველა მანი წერს, თომას მანის ყველა შვილი წერს, მაგრა წერენ ძალიან კარგად ისტორიკოს. კი, ხო. როგორც წერალს, ნუ თომას მანთან ჰაინრიხ მანი, თქვა გოლომანი და სხვები, კლაუსმანი, მეფისტოს ავტორი და ერიკა მანიც. და მეფისტოც ის არ არის, ანუ მამამისის დოქტორ ფაუსტის რეპლიკა, მაგრამ სხვა მიმართულებით. კლაუსმანი თაშესარიშტაბის ჟურნალისტიც არის ბავდროულად და სხვა შორის აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ გარდა იმისა, რომ მათ ეს ადამიანები ყველაფერს წერენ და ეს არის დამკვირვებელთა ოჯახი და ეს დუმილი რაც შენახსენე რომ ყველა ჩუმად უნდა იყოს ეს არ არის ჩვეულებრივი დუმილი რომ მამამ ეხლა უნდა წეროს თავის საყვარელ სავარძელზე ეს არის დაკვირვებული დუმილი საკუთარ თავზე და სხვებზე და უაღრესად პრობლემური დუმილია იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ ადამიანს და რაც მთავარია ეს ამ პრობლემებს ისინი რეფლექსირებენ საკმაოდ მტკივნეულად ერთმანეთისათვის თუმცა ნუ მაინც რაღაცებზე რეფლექსირებაც აკრძალული აქვს არა რეფლექსირებაც აქ ჩვენ შევინახოთ მათ და ხსოვნა და არ ვირეფლექსიროთ ამ საკითხზე, მაგრამ რომ მათ შორის ხო, ისე საკმაოდ ინტიმური ასე ვთქვათ ასპექტები თომას მანის ასე ვთქვათ არ იქნებოდა ინტიმური ალბათ პლატონის თანამედროვე რო ყოფილიყო, მაგრამ მე-20 საუკუნეში ეს უკვე იყო პრობლემა ამაზე. ჰომოსექსუალობის ასე ვთქვათ ფარულ ასპექტს გულისხმობ, ან შეიძლება საერთოდ არა ფარულ. შეიძლება არც არაფერს არ მალავს, თუ კი ეხლა ჩვენ წავიკითხავთ სიკვდილი ვენეციაში, არ მგონია რომ მაგ რაღაცა ფარული იყოს ფრაულ კოდებთან კონდეს საქმე, როდესაც ამ ტექსტს ვკითხავთ, ან თუნდაც, მაგრამ ეს კიდე სხვა საკითხია. მე-9 სიმფონიაზე კაცების მიმართ თუნდაც ცაიდბლომის სიყვარული ლევერკიუნისადმი, ხო შეიძლება არ იყოს რაღაც რომანი პირდაპირ გაგებით, მაგრამ აი ეს აღფრთოვანება კაცისა კაცით იყო ლიტერატურაში ყოველთვის, ვისაც კითხვა უყვარს ყველა მიცის და აი ეს არ მშვენიერებით თუნდაც ესთეტიკურობით და ჭკუით აღფრთოვანებაც არის სიყვარულის ერთ-ერთი ფორმა კაცისა, მათ შორის კაცის მიმართ. პლატონის ნადიმს გულისხმობ. და მაგიტომ თქვი, მაშინ არ ექნებოდა პრობლემა პლატონის თანამედროვე რო ყოფილი. კი, როდესაც ალკიბიადესი ახალგაზრდა კაცი შეყვარებულია სოკრატესზე, ხო? და ამიტომ ეს ისეთი მაღალი სიყვარულია. მაგრამ ნუ აქ ინტელექტუალური აუსქაუში, როგორც გერმანელები იტყვნენ. კი, ნამდვილად ასეა. სიყვარული და სექსუალობა სხვათა შორის ლევერკიუნისათვის ისეთი გარდამტეხი და ფატალური მოვლენაა, იმიტომ რომ რითიც იწყება ეს რომანი, ხო? ლევერკიუნს უყვარდება პროსტიტუტი, ესმერალდა. ხო, რომელიც მას გაუმხელს რომ ის არის სიფილისით. სნეული და ლევერკიუნი მას კარგავს და დიდი ხნის განმავლობაში სამაგიეროდ სიფილისი რჩება სახსოვრად? ხო, არა, ჯერ ხომ გახსოვს როგორ არის რომ თავიდან ეს ხო, უარს ეტყვის ეს გოგო, იმიტომ რომ ეტყვის რომ ამის მატარებელია და ლევერკიუნი მე ჩააკითხავს ეძებს, ანუ ცნობიერი ეს ამიშლოვანია. ცნობიერი გადაწყვეტილებაა ლევერკიუნის რომ მასთან იცხოვროს, მასთან ღამე გაატაროს. და შემდეგ ის ავადდება სიფილისით. ეს სიფილისის ეპიდემია, სოჭოს 19 საუკუნის ეპიდემიაა და სიფილისი არის იმის მანიშნებელი, თუ რატომაც შესაძლოა ხვდებოდეს ლევერკიუნი ეშმაკს. იმიტომ რომ მისი გონება არის, ტვინი არის მისი ამ შემთხვევაში უკვე დასნეულებული. აქ ბოდიში და უკაცრავად გამიგზელდა სიტყვა, ამიტომაც არის პარალელი ფრიდრიხ ნიშესთან. იმიტომ რომ ლევერკიუნი ცხადია ეს ფრიდრიხ ნიშია, ასევე ამ პრობლემით, ისე როგორც ჰუგო ვოლფი
ასევე მუსიკოსი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიტორი და ასევე რობერტ შუმანი. და რატომ ვასახელებ ამ ადამიანებს? იმიტომ რომ ამას თავად თომას მანი ასახელებს და ძნელი არ არის მათი გამოცნობა და აღმოჩენა ამ რომანში, იმიტომ რომ ყველა არის კავშირში შუმანიც, ჰუგო ვოლფისა და ფრიდრიხ ნიშეს თავისი შეშლილობით, მოდი ასე რომ ვთქვათ, არაპოლიტკორექტული ენით, ხომ? რობერტ შუმანიც, აბო კლარა შუმანი, რომელიც მთელი ცხოვრება მას ასე უყვარს, მისი გენიალური ცოლი, ასევე კომპოზიტორი, პიანისტი და შეუძლებლობა მათი თანაცხოვრებისა განპირობებულია ბოლოს უკვე იმით, რომ შუმანს აქვს ეს ფსიქიკური აშლილობის ძალიან სერიოზული პრობლემა და ფსიქიატრიულში ამ ფაქტობრივად დაამწყდებს კიდეც აი ეს და ნიშეც ბოლო მისი 10 წლიანი სიცოცხლე, ნიშეს სიცოცხლე, მას შემდეგ რა ტურინში ის გონებას დაკარგავს და გაითიშება, მთელი 10 წელიწადი ის გონდაკარგული წევს თავისი დის სახლში უკვე და 900-ში თუ 901 წელს კვდება. ამიტომ ლევერკიუნი აქედან არის აკრეფილი. ეს თვისებები. და გამისა ლევერკიუნს ნიშესთან კიდევ აერთიანებს ლუსალომეც, რაკაც არის ქალი, რომელიც ყველას გარშემო ყველას არის ისეთ ცნობილ კაცებს და ლუსალომე, ხო. კი. და რომელსაც ბოდიში აქ ერთი ძალიან კარგი წიგნი დაწერილი, მაგრამ ძალიან ესეთი ბულვარული რომანების დამახასიათებელი სათაური. ჩემი ნიშე, ჩემი ფროიდი და ჩემი რილკე, ასე ქვია. ცოტა ვაკელი ქალის დაწერილი. ხო, ესეთი სათაური, მაგრამ შინაარსი, ხო, პეტერბურგელი. ხო და ჩემები. თავის ტკივილიც. აქ არის რომ ვთქვათ, შაკიკი გაუსაძლისი და ვისაც გამოუცდია იცის რომ ამ დროს რაღაც მოქმედება, შემოქმედება კი არა, ზოგადად ცხოვრებაც რთულია, როცა შაკიკის შეტევა, ესეც ნიშესგან აქვს ნასესხები თომას მან ზოგადად თომას მანსაც და მერე უკვე ერთ-ერთ ჩემს საყვარელმცემელსაც აბდაიქს ეს ქრონიკული დაავადებები იმ შემთხვევაში ფსორიაზე იყო, მაგრამ ლაპარაკი ჯადოსნურთაში ჭლექი, ანუ ყველა ეპოქას აქვს თავისი რაღაც დაავადება ქრონიკული, პრობლემური, რომელიც არის მეტაფორა ამ ფიზიკური გაუსაძლისობის, რომლითაც ან გამოწვეულია მერე სიგიჟე, რაც პოლიტიკაში და გარშემო ხდება, ან პირიქით, ხო? აი ამ სიგიჟის გამო და სტრესის გამო ჩნდება ასეთი, ნუ სიფილისი დრიცით ჩდება, მაგრამ თანახახწერილი არ გია. თუმცა არ კვდება ამით. ამის მერე კიდე დიდი სატანჯველი და ხანგრძლივი სწორედად ცხოვრება, იმიტომ რომ სუჩუს ამით გავს ჯერ ერთი უბრალოდ როგორც მწერალს ჭირდება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ახსნას როგორ შეხვდა ლევერკიუნი ეშმაკს. ხო, როგორც ეს ჭირდება და კავშირი პარალელი მე მგონი ძალიან ცალსახაა, თქვა ივან კარამაზოვს როგორ ეცხადება ეშმაკი პირდაპირ ეს რომ თომას მანს არ ექნა და ვიღაც ხოს გადმოწერა იყო იმდენად იდენტურია და კიდევ მან საგულისხმოა რომ ლევერკიუნი ეშმაკს ხვება პალესტრინაში, იტალიაში, რატომღაც და არა გერმანიაში, თუმცა ეშმაკი ლაპარაკობს გერმანულად და იქ არის აი წინადადება, რომელიც ალბათ გერმანელებს ყველაზე მეტად გააბრაზებს ჩვენი ენა ეშმაკის ანუ გერმანულად კარგად გამოდის ფაუსტის ენა. ფაუსტის ენაა, ცხადია. თუმცა ესეც პარალელი ნიშესთან. პარალელი ნიშესთან. იმიტომ რომ ნიშეს ეს ბოლო აგზნების პერიოდები იტალიური პერიოდია. კი. და თანაც იტალიურადაც რო ელაპარაკა, რა იტალიაში ნაკლები ფაშიზმი იყო? ფაშიო თან ტერმინი თვითონ და მოვლენაც იტალიაშია დაბადებული და იქ იშვა. მაგრამ ასე რომ იტალიურადაც რო ელაპარაკა, თუმცა აქაც არის ხო მეტაფორა გერმანიის, ფაუსტუსის, რომელსაც გინდა იღებ ლესინგის, მარლოუს, ნებისმიერის ფაუსტი, სადაც ფიგურირებს, აქ პარალელი ადვildetildeა, ცოტა თამაშსაც გვთავაზობს თომას მანი. და გარდა იმისა, რომ თვითონ ფიზიკურად რო ძალიან ცუდად იყო, ძალიან დამაჯერებელია. ყველა ეს სცენა ადრიანის ცუდად ყოფნისა, კატარი იქნება გულისრევა თუ ასე შემდეგ, ძალიან დამაჯერებელია რომანში. გარდა ამისა, სხვა რომანებში ჯადოსნურთაში, ხო ეს ჩაკეტილი ჭლექი დაავადებულთა საზოგადოება ყველგან გვხვდება, რომ ეს ფიზიკური გაუსაძლისი ტკივილები და შეუძლებლობა და რაღაც დიაგნოზია, რომელიც ეს დაესმევა ერის როგორც სულიერ ცხოვრებას, ისე ფიზიკურს, აქაც ეს ერთმანეთთან კავშირშია და აი ეს ეშმაკის გამოცხადება, ხო, ჩემთვის როგორც მიცნობ ალბათ მედიცინის მოყვარს, ხო, ცალსახად და წყალგაუვალი აგონია და რაღაცა, ხო,
ნეიროდეგენერაციული პროცესების შედეგი. მაგრამ ეს შეურაცხყოფა იქნებოდა ალბათ თომას მანისთვის ასე დიაგნოზებით, რომ მიადგე და ყველგან რაღაცა მოეჩვენა და ეს რაღაც იუბერმენშობაც მისი დაავადების შედეგად, ანუ არ შეიძლება ამით გამარტივება ხდება, მით უმეტეს ერთგან მიგვანიშნებს, რომ მაგალითად თვითონ ცაიდბლომსაც კი, რომელიც უფრო რაციონალური 7 ადამიანია, 7 ოჯახით და კაცამანისნაირ ცოლი ყავს და არა ვთქვათ რაღაც ხო, ანტიპოდია ლევერკუნის. ისიც ხო, როგორც ჰამლეტის მეგობარი. 7 და რაციონალური დამკვირვებელი. ოპერას აწერინებს ლევერკუნს თომას მანი ინგლისელებს ესე შექსპირის ხო ზაფხულის ღამის სიზმრის ოპერას აწერინებს ლევერკუნს და კიდე ხო რატო ვამბობ რომ შეურაცხყოფა იქნებოდა რომ მიუხედავად რომ არის აშკარა მინიშნებები რომ ეს არის ფიზიკური ცუდატყოფნის შედეგი იქ პალეონტოლოგს და დარვინიზმის მიმდევარ პროფესორს ძალიან დასცინის თვითონ ცაიდბლომიც ამბობს რომ ესენი რაღაცას იკვლევენ ძვლების მიხედვით თითქოს რაღაცას იტყვენ ანუ მათთვის ის რაც ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი მეცნიერება შეიძლება იყოს ადამიანის კვლევა ბიოლოგიით და ანთროპოლოგიით და პალეონტოლოგიით, ხო პალეონტოლოგიით ეს მათთვის არის რაღაცა მაიმუნობა და არამეცნიერული მიდგომა ცხოვრებისადმი. რა არის ცხოვრებისადმი სწორი მიდგომა? ფილოსოფია, ხელოვნება, მუსიკა და დრო მაჩვენა რომ 21 საუკუნეში ალბათ კითხვისას პირველი რაც გაგიჩნდებოდა ზუსტად ეს რომ მართლა კი არ შეხვდა ეს იყო ბოდვაში მყოფი ადამიანის და ეს ატონალური ბოდვის შედეგია ეს მუსიკაც ნიჩეს შემთხვევაშიც მისი ფილოსოფია უბრალოდ მე ვიღაც პოლიტიკოსები აი ამ ბოდვებს იღებენ და იყენებენ რაღაც სისტემა წარმომქმნელ თემად ხო? ხო, იმიტომ რომ ისევე როგორც ლევერკუნისათვის, ხო, მანუ ლევერკუნის და ეს სიცივეც რაც მოდის აი ეს ფიზიკური შეგრძნების დონეზე სიცივეც ესეც შეიძლება იყოს კი, ხო, აი ეს მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი, იმიტომ რომ სიცივე არის ეს ცივი რომანია. ანუ სუცივა, ყინვა ფაქტობრივად და ისედაც ესეთი ინტელექტუალური რომანია, ხო, სადაც შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო ცივია, ესეთი რაციოს ასპექტი უფრო ჭარბობს, ვიდრე ემოციური, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გადავსებულია ემოციური ტრაგიზმით, მხოლოდ თუნდაც ეს ხაზი, სრულიად გენიალური, ხო, რომ აი ეს ადამიანები, რომელთა შეყვარებასაც ცდილობს ლევერკუნი, ყველა ეს ადამიანი კვდება, ემოციური რაგი. ხო, მეტი რაღა, მაგრამ თვითონ აი ეშმაკიც რო ჩდება ყინვა მოდის მისგან. აქაც მე მგონი პარალელი რაღაცერად შეიძლება გაგვახსენდეს ჰერმან ჰესე. და ჰერმან ჰესე სხვათა შორის პარალელურად წერდა გლასპერლენშპილს ზუსტად. თამაში რიოში ყალბი ბარგალი. ესე შემოქმნოთ არაფაუსტური თემა, კი. წერის დროს თავისი ფაუსტი. არაფაუსტური თემა, მაგრამ შემოქმედების შეუძლებლობაზე უმაღლეს წერტილზე მიიღწევა ხო ეს. კი, კი. შესაჩოის დაცინვა ახსენე და ეს ძალიან საინტერესო ელემენტია, რომ ადრიან ლევერკუნი დაცინის ეშმაკს. აი ამ საუბრი ძალიან შეურაცხყოფელია ამ საუბრის დროს ესეც ლაპარაკება და აგდებულად და ისე ხო დაცინის აჩვენებს და აი ეს მე მგონი ძალიან ჭეშმარიტ ესეთი ფაუსტური მდგომარეობა იმიტომ რომ ფაუსტიც გოეთესთან არის ძალიან ამაყი თავისი ადამიანურობით ეშმაკს ანუ ბოროძალას რომელიც ძალიან ძლიერია ხომ არის ასეთი თქმაც რომ თქვა ასე ლაპარაკი არ შეიძლება თუ ვთქვი დოქტორ ფაუსტუსშივია ეს ფრაზა რომ ღმერთთან და ეშმაკთან ლაპარაკი ასე არ შეიძლება ხომ იობი როგორ მიმართავს ხომ თქვა უბრალოდ არც მიმართავს გაოგნებულია როდესაც შემდეგ ღმერთი მიმართავს მას მაგრამ ეს ლევერკუნის კედმაღლობა რომ მას გაცნობიერებული აქვს თავისი სიდიადე როგორც ადამიანის და პლუს სიდიადე როგორც გენიოსის ეს ამის გამოც შეიძლება ასე ითქვას რომ ის იჟება მაგრამ მეორე მხრივ გვიჩენს მის მიმართ საოცარ იმგვარ სიმპათიას რომელიც შეიძლება გაგვიჩნდეს უნიკალური გმირების მიმართ ამბივალენტური გმირების მიმართ რომლებიც ამ ტრაგიზმის მატარებლობის და დრამატულობის მატარებლობის მიუხედავად არიან ძალიან სათუთები და ძალიან დიდები თავის თავში, ხო? და ნიჩესეული კედმაღლობაა ეს. ხო, იუბერმენშობის თემა და თავდაცვაც არის თავის თავად ცხადია. და ნიჩე გვახსენდება, ხა, აი როდესაც ვლაპარაკობდი, ხა, ნიჩეს ეს ბოლო პერიოდი არის საინტერესო, რომ თომას მანისთვის ეს ინსპირაციაა, ხო, ეს იტალიური პერიოდი, როდესაც ნიჩე ისეთ ჯერთი ეს
ეს ეგოცენტრული დამოკიდებულება პერსპექტივა სამყაროს მიმართ ლევერკუნისთვისაც ასევე ტიპიურია და დამახასიათებელი, როდესაც ავტორი ჩათვლის რომ ის გამოხატავს კერძოდ ის ამ სამყაროს ხმას და ნიცშეს ეს ბოლო უნიკალური წერილები, სანამ ის გონებას დაკარგავს, ბისმარკისადმი გაგზავნილი რომ ყველა წიგნი უნდა გაანადგუროს გერმანიაში და მხოლოდ ზარატუსტრა დატოვოს, ან და სხვადასხვა სახელით რო წერს ხალხს წერილებს, ეხლა კოზიმა ვაგნერს წერს შენი რიხარდ ვაგნერი, იქ ვიღაცას წერს დიონისე, იქ ვიღაცას წერს დაწყებული ქონდა, დაწყებული. ხო, ლევერკუნისეული აღქმაც ასეა. და ლევერკუნის აღქმა რა არის? სამყარო შედის იმგვარ რეალობაში, რომელმაც უნდა უარყოს ძველი ჰარმონია, რაც დასაწყისში ვთქვით, და წარმოშვას ახალი მორალი, რომელიც არის ქაოსის მორალი, შეიძლება ასე ითქვას. და ასე გადადის თან რომანიც მოდერნიდან პოსტმოდერნში და რაღაც მიჯნების მაგრამ მიჯნების რთულის ხო შემთხვევით არა რომ აპოკალიფსისის დაწერა უნდა და რაც თავარია ის წერს და ეს დატირება დოქტორი ფაუსტის დატირება და აქვე უნდა ვახსენოთ ალბათ სხვაჩორის ესეც საინტერესო ეპიზოდია ალფრედ შნიტკე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიტორი საბჭოთა პერიოდის აკრძალული სრულიად და ალფრედ შნიტკე ideret შეყვარებული იყო ამ რომანში დოქტორ ფაუსტუსში რომ მან გადაწყვიტა ის მუსიკალური ნაწარმოები დაწერა რომელიც ლევერკუნმა დაწერა ხო და სოჭუს დაწერა ეს ალფრედ შნიტკემ და დამბლდაეცა მის მერე სოჭუს ესეც ხო აი ასეთი დამთხოვები როცა ხდება ძალიან რთულია თავადაც რაციონალიზაცია მოახდინო, რომ ეს არის რაღაცა ალბათობით განსაზღვრული ამბავი და არა დეტერმინირებული ან ეშმაკის ხელიურევია და ასე შემდეგ, ხო? და იქვე თან მგონია, რომ არავის თომას მანის კიდე რატო ეს წიგნი ინტელექტუალური რომანი რატომ ქვია, არავის არ ახსენებს ტყუილად. აშენსაც აი ამას სიტყვასაც იყენებს ძალიან ხშირად თომას მანი. ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. იგივე კაიზერს აშენში რო ცხოვრობს, ეს აშენში გამოგონილ ქალაქში, აქაც ესნა. და ძალიან საინტერესო ის რომ თომას მანის პარალელურად ამ რომანისა კიდე იოსებს და მის ძმებსაც ასრულებდა და მივიღეთ საბოლოო ჯამში რომანი რომელიც ყოველი წაკითხვის მერე მე მახსოვს რომ პირველად მისაღებ გამოცდებზე მკითხეს თუ გაქვს წაკითხულიო დოქტორ ფაუსტუსი რატომღაც მე მგონი მეხუმრა უბრალოდ გამომცდელი არ ვიტყვი ცნობილი ქალია გვარს და სახელს გერმანულზე როდესაც ვაბარებდი და მე ვუთხარი რომ ეხლა დოქტორ ფაუსტუსი თუ გერმანულად წაკითხული მაქვს ერთ რა მინდა უნივერსიტეტში პირველ კურსზე გერმანული სასწავლებლად ჩაბარება ხო და მე უკვე სწავლის დროს რა თქმა უნდა მქონდა ეს ასაკითხად ლიტერატურაში შემდეგ გადაკითხვა რო გიწევს ფიქრობ რომ ყოველი შემდეგი წაკითხვისას აღმოჩნდა რაღაც ახალ სიმეტრიას ამ რაღაც ქაოსზე დაწერილ რომანში მუდმივად ხვდება ყველა ის კონსტრუქცია რომელიც დღესაც აქტუალურია და ალბათ კიდევ დიდხანს გაძლევს და როგორც თქვი იობის წიგნიდან მოყოლებ რომელიც გამოდგა ყველაზე ლიტერატურული წიგნი ბიბლიური ამბებიდან ალბათ კიდევ დიდხანს იქნება თემა მოცხადია ეშმაკსა და ხელოვანს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე ზოგთან საერთოდ არ მიდის ეშმაკი არანაირი ხელშეკრულების დასადებად ეს კიდე ცალკე უნდა რაღაცას მიაღწიო რომ ეშმაკ შენთან ხელშეკრულების დადება მოუნდეს ან შენ შეხვიდე იმ ხო მეფისტოფელის დაინტერესებაც არ არის ადვილი ამბავი ან იმგვარ ბოდვაში უნდა შეხვიდე როგორშიც იყო მაგალითად ლევერკუნი და მე მგონი თომას მანი აქაც ამ შემთხვევაში ეს უნიკალურობა ლევერკუნის ანუ პრინციპში ფაუსტურ სქემას მიხვება საკმაოდ თანმიმდევრულად ვინაიდან ლევერკუნი არავის გავს ლევერკუნი გამოხატავს ეპოქას და აინტერესებს ეს თეოლოგია, მუსიკა, ფილოსოფია შემთხვევითი არ არის 24 ხო 24 წელი იდება ხელშეკრულება როგორც გერმანულ შვანკებშია და როგორც გოეთეს ფაუსტის პირველ ნაწილშიც არის იმიტომ რომ აქაც 24 წლით იდება ხელშეკრულება 24 ანუ ბევრი მიიჩნევს რომ დოდეკაფონიური ასე ვთქვათ იდეის 12-ეულის წინაპირობად ფუგა პრელუდიები და ფუგები 24 ფუგა ბახის უკვე დოდეკაფონიამდელი ატონალურობის კონცეფციის მატარებელია ბახიც კი ყველაფერი ბახიც ხდება თომას მანივით ეს ბევრ ბავშვებში წერდა თავის საქმეს აკეთებდა მშვიდად კომპოზიტორი მუსიკალური ობსესიები
მუსიკალური, მაგრამ ბევრი შვილი და შენი საქმე. ამით თომასმას მაგონებს რაღაცით, ხო, ცხადია. კი, არა, ბუნებრივია უბრალოდ აქ და ბეთჰოვენზე რა ეპიზოდია სულ სხვა. იქ საჭმელი რო დაიწובה, რომ გააყრის მოსამსახურებს, ანუ აბსოლუტურად გიჟური, არა ამ ქვეყნიური ცხოვრება. მაგრამ ბეთჰოვენის ბიოგრაფიას როგორც ჩასაკენ მეტნაკლებად ვლინდება ლევერკუინთან, ბეთჰოვენი არის ფაქტობრივად მზრუნველი და თან ძალიან ესეთი მკაცრი მზრუნველი არის თავისი ძმის შვილის და აი ეს პატარა ბიჭი, რომელიც შვილი არ არის, მაგრამ უყვარდება კომპოზიტორს და ცდილობს რომ იზრუნოს და ერთ-ერთი ბოლო სიყვარულია მისი და ბეთჰოვენიც უკვე ისტორიულად ფაქტობრივად მოგუდავს ამ სიყვარულში თავის ძმის შვილს, ხომ? კიდე ცალკე ისტორია. აქაც რაღაცნაირად აი ამ კომპოზიტორების ბიოგრაფიების გამჭოლ პლუს თან თომას მანისეული კონცეფციით რომ სიყვარული, ლევერკუინის სიყვარული არის სიკვდილის საწინდარი, ვლინდება ნეპომუკის სახით, რომელიც შენახეთ. სვაჩოის თომას მანი თავის იმ რომანშიც უკვე ძალიან სასაცილოდ. მართლა ჩამოვიდა მისი შვილი, პატარა. თუ ვსწრები ეს არის გოლოს აღარ მახსოვს რომელი არის ეს შვილი, იმიტომ რომ აი სახელი არ მინდა. სახელი არ მინდა ამერიოს, იმიტომ რომ მანაც დაწერა შემდეგ ბაბუას თვითონ როგორ გახდა პროტოტიპი ბაბუისთვის დოქტორ ფაუსტუსში. თუმცა ნამდვილი შვილი ხო აღარ მახსოვს სახელი მართლა, იმიტომ რომ ყველას ესეთი გოდოს მსგავსი სახელები ქვიათ მათ და გოდოეც ნახსენებია გოდო რასაკვირველია და იქ კაჭა მანი როგორ ეჭუბა, როდესაც წაიკითხა ეს თავები ხო საშინელი დაკურებულობით და მწერლური სადიზმით აღწერს ამ ბავშვის სიკვდილსაც და პედანტიზმით და კაჭა ეჭუბება რომ რაღა ეს ბავში მოკალი, იმიტომ რომ მთლიანად ნუ აღწერა ორეული არის რეალობიდან გადმოსული წიგნში და ესეც ძალიან საინტერესო საერთოდ ეს რომანი გარდა იმისა რომ არის გერმანიის კატასტროფაზე, სულის კატასტროფაზე, ხომ? ანუ სულის ამ სიტყვის ძალიან ფართო გაგებით, სწორედ იმ გაგებით, რაც დასახასებში ვთქვით, ლოტე ვაიმარშის რა კონცეფციასაც აყალიბებს, იქ უკვე პერსონაჟი გოეთე, რომ სინამდვილეში ის მდგომარეობა, რის გამოც შეიძლება გვიყვარდეს ჩვენი ერი, ნამდვილად არ არის გეოგრაფიასთან ხშირად მიმული, როდესაც თვითონ ნაცია კარგავს მეხსიერებას და ფაშიზმი, ნაციზმი, ჰიტლერიზმი თომას მანისათვის ცხადია, ეს არის უარყოფა ყველაფერი გერმანიაში. და ხშირად ეს იწყება ზუსტად ინტელექტუალური წრეებიდან ეს იდეის დონეზე მუშავდება, სწორედ ამიტომაც არეპატ როგორც ადრე ვთქვით იონესკოზე როცა ვლაპარაკობთ, ამიტომ ინტელექტუალს პირველ რიგში არ ეპატიება ამის რეპლიკაცია ამ იდეების, ხო? და ხშირად მაგრამ გვაქვს საპირისპირო მაგალითები, იმიტომ რომ მომხიბვლელად გამოიყურება მეფისტოფელი არის რომანტიზმის დასაწყისი და მეფისტოფელი არის გმირი, საიდანაც მერე ზოგადად მოდის ამ ცუდი ბიჭების სიყვარულის ვნება. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კარგი რაც აქამდე იყო, რომ კარგად უნდა მოიქცე, არავინ არ გაქებს ამის. ხო, რომ ძალაუფლების ნება, ისე ნიჩიანური იდეა, რომ ძლიერები უნდა გადარჩენ. ხო, უბრალოდ მიმზიდველობა აი ამან, რაღაც ეშმაკეულმა მიმზიდველობა შეიძინა ზუსტად აი ამ რომანტიზმის ეპოქაში, ხო? ერთმნიშვნელოვნად, ხო, იმიტომ რომ და ამის გამოც ყველაზე დიდ ფასს იხდის ლევერკუინის და გერმანიაც, აი ამ ილუზიის გამო. შეიძლება საქმე უნდა ვთქვათ, რომ თომას მანიც მისი ცნობილი და ისე ცოტათი სამწუხარო ტექსტი თანამედროვეობი არათანამედროვეს ჩანაწერები ისეთი გერმანიის ესეთ შეულობის იდეით არის გამჭოლი და არის მოსაზრება რომ შვილებმა მოახდინეს მასზე გავლენა ის კარგახანს დუმდა ანუ 33 წელს კრიტიკულია მაგრამ 33 წელს როდესაც ჰიტლერი მოდის ხელისუფლებაში ის დუმს ის მერე ასეხსნის თომას მანს ცნობილი ტექსტი გერმანული დანაშაულის გააზრების პროცესში როდესაც ერთვებიან მათ შორის ერთ-ერთი უპირველესია სწორედ თომას მანიც ის ამბობს რომ დუმდი ვინაიდან არ მინდოდა გამეწყვიტა კავშირი უპირველეს ყოვლისა გერმანელ მკითხველთან იმიტომ რომ მე პირველ რიგში ვწერ გერმანულად გერმანელებისთვის და მერე უკვე სხვებისთვის მაგრამ ყველა რომანში უხვად სხვისთვის გამოვიდა რომ ყველასთვის წერდა და ჯერ ამ გერმანია მე მისი წიგნები დაწვა და აუტოდაფე მოუწყეს მის წიგნებს და მასაც დაწვავდნენ ჰაინრიხ ჰაინეს ცნობილი სიტყვების არ იყოს მე-19 საუკუნის დასაწყისში თქმულის კარგი დღე დროზე რომ არ გამოესწროთ თავის წარმომავლობის გამო და ასე რომ არა ჰაინრიხ ჰაინეს იდეას აქ იმეორებს კიდეც რომ იქ სადაც წიგნებს წვავენ ადამიანსაც დაწვავენ ხო აი ეს ცნობილი სიტყვები ამიტომ ეს არის გარდაუვალი ლოგიკა ზოგადად დაწვას როცა იწყებს ეგრე
ამიტომ იწვის ლევერკიუნიც ბოლოს მისი ტვინი იწვის და გახსოვს ეს სრულიად გენიალური ფინალი, როდესაც ის როგორც გერმანულ შვანკებშია, როცა შეკრებს თავის მეგობრებს, რომ მოასმენინოს ეს აპოკალიფსისის ნაწარმოები და ჯდება ფორტეპიანოსთან, როიალთან და მხოლოდ ერთადერთი დისონანსური აკორდის აღებასღა მოახერხებს და შემდეგ ის გონებას კარგავს. და ფეთქდება მისი ტვინი, ხო? ხო, და უნიკალურად, თორე ჯორჯანელების თარგმანი გვაქვს ჩვენ ქართულად. დოქტორი ფაუსტუსის და ძალიან საინტერესოა ეს მართლაც თარგმნელებს შენარჩუნებული აქვს თომას მანისეული გენიალური დიდოსტატური მეთოდი, როდესაც ლევერკიუნი მოულოდნელად ზვერგელ გერმანულად იწყებს ლაპარაკს აი ამ წეულების დროს, ანუ ის ფაუსტი ხდება, იმ ფაუსტურ არქეტიპს, ხო, წინა და იწყებს დამახეთ მოიჩვენებად რომ ბოდავს და შემდგომში ის იწყებს ზვერგელ გერმანულად ლაპარაკს. ანუ ის ბაზისური ამოდის მასში. Ну ძალიან დიდი რომანია და შეიძლება რომ ეს ბაზისური რომ არ ამოვიდეს, მე ამისთვის არის ამის კითხვა საჭირო, როგორც ფაუსტუსის. და შემდგომში ეს შეიძლება იმ პირველ მე ხშირად რა თქმა უნდა ყველაფერზე, ამიტომაც მგონია რომ რაღაც აი ტოტალური რომანია, რომელიც ინტელექტუალურიც ამიტომ ქვია რომ ამოუწურავია ყველა თემა, ყველაფერი რაღაცა მინიშნებას და თუმცა ფიქრობდი რომ აი პირველ წყარო დოქტორ ფაუსტუსაც სხვა საუკუნეში ჩვენ დროს რო ეცხოვრა, ალბათ იქნებ სხვა მიდგომებით აღარ გამხდარიყო ხო ასეთი ალქიმიის და რაღაცის გამო ასე ეშმაკეულად წოდებული. მე ვფიქრობ რომ განსაკუთრებული უნარების ადამიანებს ალბათ თავიდან რო ვერ ხსნიდნენ მათ განსაკუთრებულობას ამბობდნენ ვეშმაკთან დადო კონტრაქტი და ზოგადად ასე წარმოიშვა ეგეთი. ეს გაუბრალოება შეიძლება იყოს და სინამდვილეში მართლა იობის წიგნი ამ ყველაფრის თავი და თავი, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურობაშიც, ლიტერატურაშიც და აგერ ახსენე კლაუსმანის მეფისტო და ამაზე იშტვანს რომელმაც თვითონ ხელშეკრულება ჰქონდა ეშმაკთან დადებული ამაზე თავად ფილმი გადაიღო, ამიტომ ასეთ წერილებში ყოველთვის უნდა ვეძიოთ თავადაც ხომ არ აქვს დადებული ხელშეკრულება ეშმაკთან, იმიტომ რომ ეს თემა არის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ძირითადი თემა, რომელსაც რაღაც ფორმით ყველა მწერალი ასე თუ ისე ეხება ხოლმე, ხო? ჩვენ ალბათ გეტყოდით რომ აი ამ წიგნის ნელა, როგორც გერმანელები ყურებენ, მიდგენისენ წაკითხვაში დახარჯული დრო იქნება საუკეთესო დრო იმისთვის, რომ შევაფასოთ წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. კი, და დასასრულს ვურჩევდი, თუ კი გადავწყვეტთ რომ ეს რომანი წავიკითხოთ, ბევრ საუბრობენ აქ სხვათა შორის ბეთჰოვენის 32 სონატაზე და თუ გნებავთ მოусმინეთ ამ სონატას. ასევე შეიძლება მოусმინოთ უგოთან ესეთი ექსპერიმენტულია შნიტკეს ჩვენს მიხსენებულ კანტატას. შნიტკეს მე მინდოდა ახლა შემეთავაზებინა და თუ გინდათ მე-9 სიმფონიაზე კანტატას ერთად რომ ნახოთ რა არის ატონალური და ტონალური ჰარმონია და კი. თუმცა მუსიკის მოყვარულებისთვის არც ის შენთვის შეიძლება შნიტკეც არ არის ახლა რთული მოსასმენი, მაგრამ ბეთჰოვენი მაინც ყურს სხვანაირად სიამოვნებს. ხო, ნუ იმიტომ რომ მუსიკაში მაგალითად არის მიმდინარეობა, რომელიც არის noise industrial-ი, ხო, რაღაც ხმაური, სამშენებლო ხმაური იქნება ეს თუ თანამედროვე ურბანული ხმაური, აი ეს გადაქცეულია მუსიკა, ძალიან საინტერესო მიმდინარეობა, მაგრამ ყურისთვის მაინც ჩიტების ჭიკჭიკი უფრო ბუნებრივი, ძველი ხმა და ძველი საუნდი, ასე ვთქვათ. ნუ პრინციპში ხო მოსმენა ჰარმონიულის შემზადება არ ჭირდება ინტელექტუალურ და ატონალობა სჭირდება სხვა ტიპის. შეიძლება ასე ვთქვათ, ნუ ყოველ შემთხვევაში ატონალური, ანუ ახალ ვენური სკოლის ეს დიდი კომპოზიტორები, შონბერგი, ვებერნი, ალბანბერგი და სხვები, სწორედაც არიან იმგვარი კომპოზიტორები, რომლებიც რეალურად ასრულებენ იმ ეპოქას, რომელიც ესეთი კლასიკური ეპოქაა, ხო? ისევე როგორც ჩვენთან იყო ხო გიაყანჩელის მოსმენა, ეხლა სიმფონიების არ იყო ადვილი იმისთვის, ვისი თქვა ჩიტო გრიტო ადვილი იყო ხო? სხვა გვარია, სხვანაირია. გუბაიდულინას და შნიტკეს მეგობარი იყო. თუმცა გააჩნია ალბათ ყურსაც, იმიტომ შეიძლება ესეთი კლასიკური რომანტიკული ტიპის ნაწარმოები ვეღარ მოусმინოს თანამედროვე, ესე ვთქვათ, გურმანმა მუსიკალურმა და მისთვის ძალიან ჰარმონიული იყოს იგივე ვებერნის და ბერგი და სხვები და სხვები. მეც გამიგია ასეთი მსმენელის შესახებ, როცა ის უკვე ალბათ გაბანალურებულია. ხო, ნუ ეს კიდეს განსხვავებული, მაგრამ ფაქტია რომ თომას მანის ამ რომანში ეს მეთოდი გაიგივებულია დასასრულთან.
და აპოკალიფსთან და ის ხო სტრავინსკისაც ეხება როგორც თქვათ გამომხატველს აი სწორედაც აი ამ რაღაც პირველყოფილის ველურის არაინდივიდუალურის ასე ვთქვათ სიმბოლოდ აქვე შეიძლება ითქვას რომ თეოდორ ადორნოს ერთგვარი გავლენა შეიძლება იყოს რომ ადორნო ნამდვილად არ მიიჩნევდა სტრავინსკის მათ საშინად იწხუბეს იმიტომ რომ ადორნომ გაბედა და შენიშვნები მისცა სტრავინსკის და სტრავინსკის ვინ გეკითხება საერთოდ ვიღაც ერთი მუსიკაცოდნე ფილოსოფოსი ხარო ხო და ის მიიჩნევდა შონბერგს ხადია დიდ კომპოზიტორი ერთი სიტყვით ძალიან დიდი რომანია ძალიან საინტერესო რომანია და ეს არის რომანი მაინც მოდი ცოტა გავაბანალუროთ როგორ დადო გერმანიამ საბოლოო ჯამში ხელშეკრულება ბოროტ ძალასთან და გერმანიაც აქ მეტაფორაა შეიძლება ნაციამ დადოს ნაციამ გაყიდოს სული მიზესთა გამო და ამ სულის გამომხატველი იყოს ლევერკიუნიც ინტელექტუალი დიდი კომპოზიტორი მაგრამ ილუზიებში და ეგოცენტრიზმში ანთებულ ასე ვთქვათ თავის წარმოსახვებში ჩაკარგული ეპოქის სახე და თუ მაინდა-მაინც ვიცოდეთ რომ ფაუსტივით სიყვარული არაფერს არ უნდა ანაცვალო ფაუსტუსივით კი არ უნდა მოიქცე არამედ ფაუსტივით როგორც ფაუსტი სრულდება უკვე გოეთესეული როდესაც ესეთი მარად ქალური იხმობს უკვე ფაუსტის სულს რომელსაც გოეთე თომას მანისგან განსხვავებით გამოსტაცებს ეშმაკს ხელიდან და ასე ვთქვათ ის არ არის განწირული. მოკლედ ჩვენი დღევანდელი პოდკასტი მიეძღვა ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ წიგნს თომას მანის დოქტორ ფაუსტუს ჩვენ კი გამოგვიწერეთ მის მინეზე ჩვენი YouTube არხია დაგვიკომენტარეთ რომელ წიგნს ისურვებდით გამოყვევით და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ სპონსორს Coca-Cola-ს. მადლობა შემდეგ პოდკასტამდე.